მე დავაშავო ეხლა რამე მანქნით მივდივარ. იმ წუთაც ხო დამიჭერენ. აბა ამის მკვლელი რატო დათის? 53 წლის მადონა ქულავა უკვე მეხუთე წელია შვილის მკვლელი პოლიციელის დასჯას უშედეგოდ ითხოვს. 24 წლის ბადრი თუთბერიძე პოლიციელმა დევნის ოპერაციის დროს ზუგდიდში მოკლა. თუმცა ოჯახს გამოძიებამ უთხრა, რომ ვერ დაადგინეს ვისმა ტყვია მიმსხვერპლა ახალგაზრდა კაცი. 8 პოლიციელის გამოკითხვიდან, ექსპერტიზის პასუხი 8 პოლიციის გამოკითხვიდან არც ერთის არ იყო ტყვია. აბა ვინ მომიკლა? ბადრი თუთბერიძე 2021 წლის 6 თებერვალს ზუგდიდში დაფნის ბაღებში მკვდარ ინახეს. პოლიციამ სასწრაფო გამოიძახა, თუმცა ის ვერ გადაარჩინეს. ასე წერია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. თუთბერიძეზე იმ დღეს დევნა ხორციელდებოდა, რადგან ოქროს ბირჟიდან დიდი ოდენობით ოქრო გაიტაცა. გამოძიება ამტკიცებდა, რომ დაფნის ბაღებში დამალულმა თუთბერიძემ პოლიციელების დანახვაზე მათ ესროლა და პოლიციამ მათ საპასუხო ცეცხლი გახსნა. თუმცა ოჯახი ამბობს, რომ ეს ტყუილია. ისროდაო, არაფერი სასრული ამას არ კონდა. მტკიცებულება ხო უნდა მქონდეს? არა? ხო უნდა დამიმტკიცონ, ხო იყო ეს ბავშვი. დამიმტკიცონ და დააჯინონ ისიც, ვინც მომიკლა. დააშავა, ციხეში გაეშვათ. რა თუნდა ამას ბევრს გაუკეთებია შეცდომა, ხო? მკვლელობა არ ჩაუდენია და არაფერი. შევიდა, დაიჭირე კანონით დასაჯე ჩემი შვილი. ცოდა არა ვარ, ღამე მოვდივარ. ტირილის უფლება არა მაქვს აქ რომ მოვალ შვილი თუ მომყვება. იმიტომ რომ ის განიცდის და იმას რო არ ვანერვიულო, ქალი ვიხჩობი, წრევიანი დავბივარ. და ჩემნაირი რამდენი მშობელია შვილო. საქართველოში რამდენია? პოლიციის შესახებ კანონის თანახმად სამართალდამცველებს გამაფრთხილებელი გასროლის უფლება მყისიერი საფრთხის დროს აქვთ, რაც მოკლულის ოჯახის მტკიცებით იმ დროს არ ყოფილა. პოლიციელმა კი, რომელსაც ხელს აფარებენ, 24 წლის კაცს 5 მეტრის დისტანციიდან გულში ესროლა. ღმერთთან მყავს მიბარებული მე. ცხოვრებაში ერთხელაც არ დამიწყევლია. იმიტომ რომ ის წევ მე რა, რომ პოლიციელი. შენ პოლიციელი ხარ, ამისი მოკლის უფლება არ აქვს შენ კანონით, დასაჯე, ხო? მიუსაჯე. დააშავა მიეცი. ოჯახი ამტკიცებს, რომ მათთვის ცნობილია იმ პოლიციელის ვინაობა, რომელმაც სპეცოპერაციის დროს ახალგაზრდა კაცი მოკლა. იმის მიუხედავად, რომ სახეზეა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სიკვდილი გამოიწვია, ეს პოლიციელი დააწინაურეს. კარგ ადგილზე გადაუყვანიათ თურმე. ვიზეც ითქვა და ჩემი ცხრემლების თუ არ ეშინია, ღმერთის როგორ არ ეშინია. ვიზე ითქვა, მუშაობს. ქადარია. გიორგი მგონია. 5 წელია ოჯახი გამოძიების დასრულებას ელოდება. პროკურატურამ უნდა დაასაბუთოს, სროლის რა გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა. იყო თუ არა პროპორციული ძალა, რომელიც ბადრი თუთბერიძის წინააღმდეგ გამოიყენეს. ოჯახი ამტკიცებს, რომ 5 წელია მუდმივი მუქარის ქვეშ ცხოვრობს, რომ ხმა არ უნდა ამოიღონ. გაზუსტებით ვიცი და მჯერა, იმიტომ რომ იმდენად გარეწარი არის ეს ადამიანი, მამამისიც, მე რა ინფორმაციაც მაქვს, მამამისიც ესეც დაუნდობელი ადამიანი არის. ჯერ რო ახსენეს, რო ქადარიას მოკლული იყო, დედამისმა ისტერიკები დაიმართა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, აქ არავინ მოვიდეს, გადაუწვა, იმას ვიზავ, რას გადაწვა, ვის გადაწვა, აქეთ მომიკალი ოჯახის წევრი რას მწვა, ვის წვა, შვილით მემუქრებოდნენ, რა ვიცი, რითი არ მემუქრებოდნენ. ამიტომ იყო რომ ამიტომ არის რომ ჩემ ოჯახს ეშინია. ხან ბავშვით მემუქრებოდნენ, ხან ჩემით იმუქრებოდნენ, ხან ჩემი ქმრით იმუქრებოდნენ. გიორგი ქადარია, რომელსაც მოკლულის ოჯახი ხელს ადებს, ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. ახლა სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაშია დასაქმებული. ბადრი თუთბერიძის დევნის ოპერაციაზე თქვენ არ გადაამეტეთ უფლებამოსილებას. საიდან ვეკავ თქვენ? დამიზნებით რატო ესროლეთ ბატონო გიორგი, ბატონ ბადრის გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში რატომ არ გააკეთეთ?
კითხვების მოსმენის შემდეგ პოლიციელმა ტელეფონი გათიშა. შაბათის ეთერის ინფორმაციით, ოქროს ბირჟის ძარცვის საქმეზე ახალგაზრდა კაცის დევნაში 12 პოლიციელი მონაწილეობდა, მათ შორის ზუგდიდის პოლიციის მაშინდელი შეფები ირაკლი ფაცაძია და გიგა ზესაშვილი. პოლიციის პოლკოვნიკი გურამ ზესაშვილი ვინ გასაბრძანება, რომ დამიზნებით გამოფრთხილებელი გასროლის გარეშე, მძარცველისათვის ესროლა და იყო თუ არა ეს თავად რიგითის გადაწყვეტილება. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ზუგდიდის სამმართველოს და სამხარეო პოლიციის მაშინდელ უფროსებთან დავრეკეთ. პოლიციის მაღალჩინოსნები კავშირზე არ გამოდიან. ვერანაირი ინფორმაციას ვერ მოგაზეთ, ვერანაირი განცხადებას ვერ გავაკეთებ საქმეს. ხო, მაგრამ ბატონ ვლადიმერ, თქვენ იყავით გამომძებელი ამ საქმის. რამდენი პოლიციელის იარაღი შემოწმდა, ვინც მონაწილეობდა დევნის ოპერაციაში? რატო ვერ დადგინდა ჭეშმარიტება, რომელი პოლიციელის ტყვით იქნა მოკლული ბადრი თუთბერიძე, ბატონ ვლადიმერ? გადაამეტა თუ არა პოლიციამ უფლება მოსილებას, როდესაც საფრთხეების არარსებობის მიუხედავად ახალგაზრდა მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გამოძიება მაშინ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციის წინააღმდეგ დაიწყო. ოჯახი ამბობს, რომ მტკიცებულებების და ფაქტების გაყალბება პოლიციამ თუთბერიძის მკვლელობიდან მალევე დაიწყო. დედის თქმით, მათ შორის არ ემთხოვა ის ტანსაცმელი, რომელიც გამოძიების მტკიცებით 24 წლის კაცს შემთხვევის ადგილზე ეცვა. გამოძიებელმა იმან გენ ინსპექციაში ქუთაისში ამასო ჯინსი ეცვაოდა. რა დროს ჩაიცმევდა ჯინს? სახში არ გამოუცვლია. ოჯახი პირველივე დღიდან ამტკიცებდა, რომ ოქროულობა ბირჟიდან ბადრი თუთბერიძეს მარტო არ გაუტაცებია. ამ საქმეში კი მინიმუმ ერთი თანამზრახველი ჰყავდა, რომელსაც პოლიცია ხელს აფარებდა. ადამიანი ოქროს ბირჟიდან იძახის, რომ მანდო ორი ადამიანი იყო, ერთს სავარაუდოდ ჩემ მაზლს აღწერენ, იმიტომ რომ დაბალი სიმაღლესო, ჩემ მაზლი ნამდვილად დაბალი იყო, ამიტომ ვერ ვიძახი და ვერავის ვერ ვიძახი, რომ ის შეიძლება არ ყოფილიყო ოქროს ბირჟაზე, მაგრამ იარაღი და ვინმეზე რამე ეს ტყუილია სრულიად და მეორეზე იძახია, რომ იყო მაღალი გამხდარი ადამიანიო. თუ იმ ვერსიას გავყვებით, რაზეც ახლა თუთბერიძის ოჯახი საუბრობს, მაშინ ძარცვის ფაქტის კიდევ ერთ ფიგურანტამდე მივდივართ, რომელზეც გამოძიებას არასდროს უსაუბრია. ანუ ძარცვის საქმე ისე დახურა ზუგდიდის პოლიციამ, რომ ძარცვაში თანამონაწილე პირი არც კი გამოუვლენია. საგო ბადრისთან იყო 3 ადამიანი. ისიც რატო არ აინტერესებს ვინ იყო ამასთან, მარტო ეს რატო გაწირეს? ეს იყო? ხო უნდა დამიმტკიცონ, რომ ჩემი შვილი იყო და რატო მომიკლეს და ვინ მომიკლა? ოჯახს აქვს ვარაუდი, ვისთან ერთად გავიდა სახლიდან ძარცვის დღეს ბადრი თუთბერიძე. თუმცა ძარცვაში თანამონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის მოძიება გამოძიებას ოჯახის თქმით არც კი დაუწყია. ტელეფონზე ჩემმა დედამთილმა მოკრა ყური, რომ ეს ბიჭი გამუდმებით ურეკავდა და სახში აკითხავდა. და მოკრა ყური, რომ დღესო შეგიძლია რომ შევხვდეთო. მამაკაცი, რომელზეც ახლა გარდაცვლილის ოჯახის წევრი საუბრობს, დავით ქობალია. თუთბერიძის ოჯახის წევრებისათვის ძარცვის საქმეში მისი სავარაუდო მონაწილეობა მას შემდეგ გახდა საეჭვო, რაც თუთბერიძის მკვლელობის შემდეგ ქობალია გარდაცვლილის ოჯახში აღარ გამოჩენილა. დათოს მივწერე, რომ ჯერ ჩემებთან დავრეკე სახში, რომ ეს ბიჭი სახში მოვიდა მეთქი და არავანი არც გამოჩენილაო. ჩემმა მეუღლემ დარეკა და მეგობრებთან დაუთხრა, რომ მიაკითხეთ სახში და რატო არ მოდისო გაიგეთო. რომ მივიდნენ, სახში არ დახვდა. ეს ბიჭი საერთოდ არ გამოჩენილა, მაქამდე საერთოდ არც კი გამოჩენილა, არც ჩემი მაზლის გარდაცვალების დღეს, არც ანუ დასაფლავების დღეს, არც გასვენების საერთოდ არ გამოჩენილა. აორთქლდა. ვიცით, რომ ევროპაში არის წასული და იმ ამბების მერე რაც გარდაიცვალა, ეს ბიჭი გამქრალი არის. არც კონტაქტზეა, არც ვიცით, რომ სადღაც ევროპაშია გასვლა. დავით ქობალია სწორედ ის პირია, ვინც უნდა იცოდეს, რა უნდოდა ბადრი თუთბერიძეს შემთხვევის ადგილზე. ქონდა თუ არა მას ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა ქობალია გაუჩინარებულია. დავით! ბატონო დავით! პოლიციის ტყვით მოკლული კაცის ოჯახი სამართალს 5 წელია ეძებს. ოჯახი ამბობს, რომ ყოველი საუბარი ამ თემაზე ტერორის ფასი უჩნდებათ. აქვთ ეჭვი, რომ ადვოკატი, რომელიც ოჯახის ინტერესებს იცავდა, რეალურად მათ წინააღმდეგ მოქმედებდა და გამოძიების გულგრილობას შეეგუა.
ანუ იმდენად აგრესიულები იყვნენ, რომ ვერ მივხვდი რა უნდათ, რომ მივედი ეს მამაკაცი, ანუ ის ადვოკატია, ჩემზე ხელი გამოიწია ორ სულზე. მაშინ ჩემ მამამ თილს მოუვიდა მასთან უკვე შეკამათება რო ნახა რომ ჩემზე ხელი გამოიწია, იმიტომ რომ მე თვითონ დავუწყე უკვე რომ იქით გიჩიულებთ მეთქი რა. ანუ რას აკეთებთ, ვერაფერს ვერ ხვდები. ელემენტარული ვიდეო მასალები სად არის, რატო არ ითხოვთ, რას აკეთებთ? ან რაიმე ინფორმაცია მაინც გქონდეთ მეთქი რა, რამე მაინც მოგვაწოდეთ, რომ ვიცოდეთ, რომ ნამდვილად მუშაობთ მეთქი. ფაქტი ის არის, აი 99% დარწმუნებული ვარ, რომ ჩვეულებრივად მოისყიდეს ესენიც. ოჯახი თქვენ გადანაშაულებთ გარიგებაში პოლიციასთან. ხო, მე არ ვიცი მართალი რომ გითხრათ, აი მე ვერ გეტყვით ოჯახი თუ ამას ფიქრობს, მე ვისთანაც შეხება მქონდა ქალბატონი მადონა გარდაცვლის დედასთან, მას ჩემთან ესეთი პრეტენზიები არ უთქვია და მე არ ვიცი ოჯახის წევრებიდან რომელმა გამოთქვა ეს პრეტენზია. ვინ მოკლა 24 წლის კაცი? უფლებადამცველის მტკიცებით, პოლიციელის მიერ მოკლული კაცის საქმის გამოძიება ჩიხში შევიდა. ბოლო საგამოძიებო მოქმედება, რაც ბადრი თუთბერიძის სიკვდილის გამომწვევ იარაღს და მის მფლობელს დაადგენდა, არ არსებობს. ახლობით 4 პირის იარაღი იყო ამოღებული საქმიდან და მოკლედ მათზე მოხდა ბალისტიკური შემოწმება გვამიდან ამოღებული ტყვის ფრაგმენტის, ან გასროლი ტყვის ფრაგმენტის დადარება მოხდა ბალისტიკურად. და როგორც ვიცი, ანუ ფაქტობრივად აი ამ იარაღებთან იდენტურობა ვერ იქნა დადგენილი. ანუ დანარჩენი პირების იარაღები სად გაქრა? დანარჩენი პოლიციელების იარაღები არ შემოწმებულა? არა. კარლო კაციტაძის უწყება, კი რომელსაც ადგილზე სავარაუდოდ პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული უნდა გამოეძიებინა, ზუგდიდში დაგვიანებით ჩავიდა. ამ ფაქტიდან რამოდენიმე საათში მოხდა მათი ჩამოსვლა. მე როგორც ვიცი, შემთხვევის ადგილიდან, ანუ იყო მხოლოდ ამოღებული ის მასრები, რომელიც თითქოს და გაისროლა გარდაცვლილმა. ანუ ეს გადაჭრილი თოფის მასრები იყო, გამოყენებული მასრები. თუმცა არ იყო ამოღებული პოლიციელების მიერ გასროლილი ტყვის მასრები და ფაქტობრივად არც იყო დაძებნილი. ეს ბადებდა ბუნებრივია კითხვის ნიშნებს და როცა დავსვით კითხვის ნიშნები, ნუ ტერიტორია არისო ისეთიო, რომ ფაქტობრივად იქ ჩვენ ვერ მოვიძიეთ ვერანაირი გასროლილი მასრები რა. ეს იყო პასუხი გამოძიების. ამ დრომდე არ არის დადგენილი იმ იარაღის მფლობელი, ვის მიერ ნასროლი ტყუითაც ოქროს ბირჟის ძარცვაში ბრალდებული ახალგაზრდა კაცი მოკლეს. არადა ყველა პოლიციელს, რომელიც იმ დღეს დევნის ოპერაციაში მონაწილეობდა, დანომრილი ცეცხლსასროლი იარაღი აქვს.